ახლა კი დაუბრუნდეთ ისევ ქველმოქმედების თემას. ძალიან საინტერესო ვებგვერდია თბილისი ფლატ, ხო? თბილისი ფლატ კი ეს არის ერთ-ერთი პრინციპში არც ერთი კომპანიის, ანუ კერძო პირის მიერ გაკეთებული კომპანიის ვებგვერდი. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც დაიწყო შემოწირულობები სტიქიის შემდეგ, მოგეხსენებათ 13 ივნისის ამბებს გულისხმობთ, ამ ადამიანმა გადაწყვიტა ყველა ის თანხა, რომელიც გადაირიცხებოდა დაზარალებულთა დასახმარებლად, აღერიცხა. აქ არის მხოლოდ კომპანიების მიერ გადარიცხული თანხა. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გვყავდა მე ვიცემერი ჩართვაზე, სატელეფონო ჩართვაზე, მის მიერ დასახელებული თანხა, რაც ამ დროისთვის არის შეგროვილი, არის უფრო მეტი, ვიდრე ახლა თქვენ ხედავთ კადრში, ანუ ამ მონაცემებით არის 6 მილიონს ნახევარი, თუმცა ზოგადად 13 მილიონამდეა უკვე შეგროვებული თანხა. აქ არის მხოლოდ ის თანხა, რომელიც კომპანიებმა გადარიცხეს, სამი ყველაზე მსხვილი გადამრიცხავი არის აკპანტენტი, RMG Gold და საქართველოს ბანკი. დანარჩენები შესაბამისად ამ სამა კომპანიამ მილიონი ლარი გადარიცხა. აქ არის ყველა კომპანია, დიდი კუბიკი ნიშნავს იმას, რომ უფრო მსხვილი თანხაა გადარიცხული, შედარებით პატარა. კი, პროპორციულად არის გაკეთებული და რაც მთავარია, აპდეიტდება, ანუ განახლებადია სულ ყველა ახალი გადარიცხვა ემატება. მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გამჭვირვალობას ზრდის ესეთი ვებგვერდები და ძალიან კარგი იქნება, არა მხოლოდ ჩემი სურვილი, ზოგადად ინტერნეტ მომხმარებლების სურვილია, რომ ესეთივე ან კიდევ უფრო დახვეწილი გვერდი გაკეთდეს იმისათვის, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება აკონტროლოს ის თანხა, რაც უკვე დანახარჯი იქნება, ანუ ეს შეგროვებული თანხა როგორ დაიხარჯება, ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ მონაცემები იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და კითხვები არ დაიცვას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ეს რაც შეეხება ქველმოქმედებას, მეგობრებო, რასაკვირველია, თქვენ შეგიძლიათ შეიხედოთ facebook.com/კომუნიკატორზე და ნახოთ ჩვენი რამდენიმე წინარე ესეთი მონაკვეთები გადაცემის სეგმენტები გადაცემებიდან, სადაც არის აღნიშნული ის საშუალებები, თუ სად შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხები, არის რამდენიმე რეპორტაჟი, ანუ ის საჭიროება, რომელიც არის დღესდღეობით, ამის შესახებაც რასაკვირველია პერიოდულად არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვადასხვა მედია საშუალება იძლევა ამ ინფორმაციას.